და ბატონებო, თქვენ წინაშეა გია ჯაჯანიძის ჭრელი პარასკევი. დავბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook ვერდის მაყურებელო და ტელე მაყურებელო და ჩვენი სტუმარი გვანცა ბარაბაძე, პიროვნული განვითარების სპეციალისტი. თვითონ მომწონს ეს პიროვნული განვითარების სპეციალისტი, ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვა ადამიანებს, რომ განვითარდნენ პიროვნულად. მოდი დავიწყოთ რით. ხო მოგესალმე. მოგესალმებით. ხო, მე ის მაგხოლმე ჩავარდნები. ნახე, საიდან დავიწყო, იცით? ყველა ადამიანი დაიბადა თავისი ნიჭით, თავისი პიროვნული თვისებებით, ინდივიდუალური და ასე შემდეგ. რას მოიცავს ეს პიროვნული განვითარება? სპეციალისტი. მოგესალმები გია და რამდენჯერმე გაუსვი ხაზი პიროვნულ განვითარებას და ძალიან მომეწონა რომ გისმენდი, თან რაღაცნაირად მსიამოვნებდა და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა დღეს მით უმეტეს. რაღაცა პერიოდი ითვლებოდა რომ ადამიანების განვითარება მცირეულ ასაკში სრულდება და როგორიც ხარ, შემდეგ განაპირობებს ეს ყველაფერი შენს ცხოვრებას და დღეს ვამბობთ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა აქვს ბავშვობას და საწყის წლებს, იმ გამოცდილებას, რაც გავიარეთ, მაგრამ განვითარება ეს არის პროცესი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს და გარკვეული მახასიათებლები აქვს და ამ ყველაფრის ცოდნა არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში ეს არის პროცესი, რომელიც ესე არ ისწავლება. მე თუ მკითხავს ბაღიდან, სკოლაში, შემდეგ უნივერსიტეტში, ამას ძალიან დიდი ადგილი უნდა ეკავოს, მაგრამ ესე არ არის, ამიტომ არსად არ გვისწავლია ის, რაც რეალურად გვეხმარება შევქმნათ სასურველი ცხოვრება, ვიყოთ ბედნიერები, კმაყოფილები. და პიროვნული განვითარება არის პროცესი, რომელიც ამ ყველაფერში გვეხმარება. ანუ აღმოვაჩინოთ ჩვენს თავში რესურსები, პოტენციალი, შესაძლებლობები, გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც აღარ გვემსახურება და საბოლოო ჯამში მე დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა იქით იმ ცხოვრებისკენ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და დავიწყოთ იმ შედეგების მიღება. ძალიან ხშირად ადამიანებს რაღაცა როცა არ გამოსდით ხოლმე ადვილად იქნევენ ხელს, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენი შინაგანი მდგომარეობიდან. ანუ ცოდნა მხოლოდ საკმარისი არ არის იმისთვის, რომ რაღაცა შედეგები მიიღო ცხოვრებაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენს შინაგან სისტემას, შენს ფსიქიკას და პიროვნული განვითარება გეხმარება მოკლედ ამ ყველაფერში, რომ გაიცნო შენი თავი უკეთ იმისთვის, რომ დაიწყო ისეთი შედეგების მიღება, რაც გინდა და შენთვის მნიშვნელოვანია. პიროვნული განვითარება შეიძლება თუ არა საკუთარი შეცდომების მაგალითებზე განავითარო ეს შენი მდგომარეობა თუ დაუშვათ აუცილებელია სპეციალისტი და რატომ კითხულობ? ნახე, მე მეშინია ამის თქმის, მაგრამ არაუშავს ვიტყვი, ოღონდ ვინმეს წაადგეს, მე ხვის შეცდომებზე ვსწავლობ. ძალიან იშვიათად ვუშვებ შეცდომას. ეს შეცდომებიც ვიცი რის ხარჯზეა, რომ მეწოდება ადამიანი უთანაგრძნობ, ყველანაირად ვეხმარები და მე ვხვდები, რომ ეს არ უნდა მექნა, რა თქმა უნდა ზოგიერთებზე. რამოდენიმე მაგალითი მაქვს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ოღონდ ბავშვობა, სადღაც 18 წლამდე დაუშვი შეცდომები და ამ შეცდომებზე ვისწავლე. დღემდე მახსოვს ის. დანარჩენი არა, დანარჩენი სხვისი, ოღონდ ბებიაჩემის წყალობით დააკვირდით, თქვენც ესე იქნებით და ისე არ მინდოდა ისე ყოფილიყავი. სწავლება როგორ იწყება, დაახლოებით მსმენელისთვის და მაყურებლისთვის რომ გასაგები იყო, მე მოვედი პიროვნული განვითარების სპეციალისტთან და ვეუბნები, მოდი გავითამაშოთ ახლა, რომ და რატომ მინდა ახლა ეს თამაში? ტყუილა კი არა. როგორ მიყვარს შენი ექსპერიმენტები? არა, რატო იცი? ზუსტად ესე, სხვა რაკურსში, ვითომ რაღაცა ვითამაშეთ, ისე გამომადგა, რომ ვერ აგიღწერ. და მოდი ეხლა, გამარჯობათ გვანცა, მე მინდა თქვენთან ვიზიტი
მინდოდა იმიტომ ვიზიტი, რომ მინდა პიროვნული განვითარების სპეციალისტს მიმართო. მოვედი. ერთ-ერთი ისეთი ადამიანი ხარ, რომელსაც შეუძლია შესაძლებლობად აქციას ძალიან ბევრი რაღაცის საოცარი ნიჭი გაქვს. და ეხლა ამ პროცესში რომ გამოყვე, ზოგადად ნახე ორ შემთხვევაში ხვდებიან ხოლმე ადამიანები პიროვნული განვითარების სპეციალისტთან. ერთი არის შედარებით კარგი შემთხვევა, უკეთესი, მოდი ესე ვთქვათ, სასიამოვნო შემთხვევა და მეორე არის შეიძლება ცოტა მტკივნეული შეხვედრა იყოს, შემთხვევა იყოს და რას გულისხმობ. განვითარება რომ მომინდეს, ცვლილება რომ მომინდეს, ორი რაღაცა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ერთი საშინელება, ანუ უნდა მივხვდე, რომ ესე აღარ შემიძლია და ეს მდგომარეობა არის ძალიან განსხვავებული ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება წლობით ითმინოს, არ მოწონს და ეს შეიძლება იყოს ურთიერთობები, სამსახური, არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ითმენს, მაგრამ რაღაც მომენტში ხვდება, რომ ესე ვეღარ გაგრძელდება, გამორიცხულია, ანუ ტკივილი უსიამოვნება უბიძგებს ცვლილებებისკენ, არ უნდა რესურსებს შეიძლება ჯერ კიდევ ვერ ხედავს, მაგრამ ხვდება, რომ აქ აღარ დაედგომება, ესე ვეღარ გაგრძელდება და ჯერ არ იცის კიდე რა უნდა, მაგრამ ეს რო არ უნდა, ეს იცის. და მოვდივარ. ეს ერთი სცენარი. მეორე სცენარი არის, რომ მინდა წინსვლა. მინდა განვითარება, მინდა შემდეგი საფეხური ჩემს ცხოვრებაში, მინდა ჩემი პოტენციალის რეალიზაცია, რაღაცას მაგრად ვაკეთებ, კიდე უფრო მაგრად მინდა რომ გავაკეთო და რატომ არის ეხა ეს მნიშვნელოვანი? შეიძლება კითხვა გაჩნდეს, რომ თუ კარგად თუ არ ეხლა ისედაც სამსახურში ურთიერთობებში, მშვიდად თუ არ კარგად გგრძნობ თავს, კიდე რაღა უნდა მინდოდეს. თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს რაღაცნაირი სიბრძნე არის, რომელიც ვიცით შეიძლება დაგვავიწყდა, მაგრამ შინაგანად ეს ცოდნა გვაქვს. განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცვლილებები არის ერთადერთი რაღაცა, რაც არ იცვლება არასდროს. ანუ თვითონ ცვლილებების პროცესი. შენ თუ ერთ ადგილას გაჩერდი, ესე იგი განვითარება შეაჩერე და უკან მიდიხარ. ანუ ერთ ადგილზე გაჩერება არ ხდება. ამიტომ ის ადამიანები, ვინც კარგად არის და მიდის წინ, იცის, რომ ამას კიდე განვითარება, გაფართოება ჭირდება. აქედან გამომდინარე, მოკლედ ეს ორი არის, რომ შევაჯამოთ. ერთი აღარ მომწონს ძალიან ცუდად ვარ და მეორე არის შემდეგი საფეხური მინდა. ორივე მოითხოვს მუშაობას და პროცესს. ერთ შემთხვევაში შეიძლება ცოტა უფრო რთულად წავიდეს, თუმცა ძალიან პირობითი არის, იმიტომ რომ არიან ადამიანები მაგალითად იწყებენ აი ესეთი ტკივილით, მაგრამ შეიძლება ერთ თვეში, ერთ კვირაში უფრო ღირებული გააზრება გააკეთოს, ვიდრე იმ ადამიანმა, ვინც მუდმივად განვითარების გზაზე დგას. ამიტომ ეს ორი არის ხოლმე ძირითადად რითიც იწყებენ. ნახე, ეხლა გეტყვი, დაუშვათ კონკრეტულად ჩემ ამბავს. ვარ წარმატებული, ვარ აქტუალური, ვარ საჭირო და მიდის ჩემი ცხოვრება ძალიან კარგად. ამის მიზეზი ისიც არის, რომ მყოფნის ცოტა. მე არა მაქვს ბიზნესი, მაქვს ხელფასი, ამ ხელფასს ისე ზუსტად და ისე სწორად ვანაწილებ, რომ კმაყოფილი ვარ და აი მახსოვს, აი ბებიაჩემი მეუბნებოდა სულ რომ ბებიის ფილოსოფიით ვიზდები. ნუ იფიქრებ, რომ ბევრი ფული იშოვო. ბევრი ფული კი არაო. როგორ უნდა გაანაწილო, იმაზე იფიქრეო. თუ ცოტა იქნება, თუ ბევრიო, სწორად თუ გაანაწილებ, კარგად იქნებიო. ნახე მე რა მჭირს. მე მინდა სულ წინ წასვლა და განვითარება. დღეს მე რა პოზიციაზედაც ვარ. მე არა ვარ რეალიზებული. ეხლა შეიძლება ვიღაცას მიფიქროს, რომ მეტი რაღა უნდა ქნას. მე არასოდეს არ ვწუწუნებ, არასოდეს არ ვახვევ ჩემს აზრს თავს ადამიანს და ამის შედეგად აი ამ ყველაფერს რო ხედავენ, არასოდეს არ მეკითხებიან აზრს. რომ ეს როგორია, ეს როგორ ხდება, რა თქმა უნდა გამონაკლისები, მე მყავს ადამიანები, რომლებიც თავისუფლად შემიძლია რომ თქვა, რომ ძალიან დიდი მაგალითი უჩვენე და ძალიან დავეხმარე. ოღონდ აი ეს საკმარისი რო არ არის ჩემთვის ის, რომ მე კიდე შემიძლია ძალიან ბევრი რაღაცა. სატელევიზიო სფეროში, რადიო, პრესა, სწავლება, მაგრამ არ უნდათ. არ უნდათ?
ვარ ჩემთვის და ვიფერებ ამ ნირვანას. მაგრამ არ მინდა თავს მოვახვიო ვიღაცებს ჩემი აზრი და თან კიდე რა არის ხო ყველგან ხო არ ვიმუშავებ ყველგან რო დავიკავო ადგილი არც ის არ მინდა იმიტომ რომ სხვამაც ხო უნდა იმუშაოს ძირითადად ჩემი ჰობი არის წარმატებაში მოვეხმარო ადამიანებს ნუ ამის საშუალება მაქვს პრესით ტელევიზიით რადიოთი და აი ეს ჰობია აი ჩემ შემთხვევაში რაც შვებიან საკმარისი დავკმაყოფილდე რაც მაქვს შენ თვითონ აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვი და ეს არის საინტერესო ამის გააზრება და ამ კითხვას კითხავდი თუ გინდა ეხლა ვიმიპასუხე თუ გინდა იფიქრე რეალიზაცია თქვი მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ წარმატებული ადამიანი ხარ შენ სფეროში რეალიზებული ხარ თქვი რომ მე თვითონ არ მაქვს განცდა იმიტომ რომ კიდე ბევრი სხვა რაღაც შემიძლია ხო რა როგორ წარმოგიდგენია იდეალურ შემთხვევაში დავანებოთ სხვას და ყველაფერს თავი იქ ვიღაცას ხელი შეეშლება ამით მოეწონება არ მოეწონება დაგეხმარება არ დაგეხმარება დაინახავს არ დაინახავს იდეალურ სამყაროში როცა მოხვდი იქ როგორ წარმოგიდგენია რეალიზებული სრულად გია ჯაჯაინძე როგორ გამოიყურება ნახე არ ვიცი მე სწორად პასუხობ თუ არა ეხლა რაც მომივიდა თავში მე რას ვაკეთებდი ადრე ჩემი მეგობარი აი ყველა აი ვისთანაც ახლოს ვიყავი სულ ჩავკირკიტებ და ვეუბნებდი რა გინდა რაში დაგეხმარო როგორ გაგიკეთო მოდი გაგიკეთებ ან თვითონ თავად აი ახლა მე მაგალითად მაგ იმის საშუალება რომ ჩემთან სახლში გავაკეთო პატარა კუთხეში რომ ხატო პატარა სახელოსნო გავაკეთო მე ვერ ვაკეთებ აი ვერ არ ვიცი სად დავდგა ეს მოლბერტი როგორ უნდა გავაკეთო აი როგორ ყველაფერი მაქვს მე მაგ ადამიანების დეფიციტი და რატომ ვარ მორიდებული მე ჩემ მეგობარს კი არ შემიძლია უთხრა რომ მოდი ხვალსაღამოს მოდი და მომეხმარე მე რატო უნდა შევჭამო მისი დრო თუ მას სურვილი გაუჩნდება მეტი რაღა უნდა თქვა აგერ ვამბობ და იქნება გაიგონ ვინ გვისმენ ყურადღებით მოგვისმინეთ არა ამას დავჭრი ახლა ამ მონაკვეთებს და გავაგზავნი ხო და აი მოდი ამას გაგიკეთებ და ხატე ეხლა მე გეტყვი ერთ რაღაცას იყო ერთი პოეტი ქალბატონი ლიანა შანიძე ამ ქალბატონთან ჩემი მეგობრის დედა იყო ღმერთმა აცხონოს მისი სული მივედი სახლში და პირველად რომ მივედი ვნახე ქალბატონ ლიანა ძალიან უყვარდა რაღაცების ხატვა და ვნახე ოქროსფერი აი რაღაცეები ქონდა დახატული შეღებილი რაღაცა და იმდენად მომეწონა ეს ოქროსფერი დაემთხვა რომ გადმოვიტანე ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე ყველგან და დავიწყე ხატვა და ოქროსფერი დეტალები შევიტანე ყველა ნახატში. და აი სულ მაგ მადლიერების შეგრძნება და ქალბატონი ლიანა ყოველთვის მახსოვს, აი და ისე მინდა რომ ხატო, აი არა მაქვს იმის ორგანიზების თავი. ნახეთ, მე მაქვს მაინც ადამიანების დეფიციტი. ისეთები, რომლებიც მე დამეხმარებ. გან არ შემიძლია აი დაუშვოთ ვიღაცას გადაუხადო და გამიკეთოს. არა, შენ რო ჩემი მეგობარი ხარ, მე მინდა რომ შენ გამიკეთო. იმიტომ რომ მე 1000 რაღაცას გიკეთებ. აი ესეთი ისა მაქვს და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლიანა შანიძის ოჯახს რომ აი ესეთი ჩემი სტიმული და დღემდე მომყვება ეს ოქროსფერი ფერი არის ქალბატონ ლიანასთან დაკავშირებული. პოტენციალი და ზოგადად ანუ რო საუბრობთ ჩვენ თავის რეალიზაციაზე, ახლა შენ ძალიან კარგი რაღაც თქვი. რა მინდა აი ეს რო წარმომიდგენია რაღაცა ჩემი კუთხე მაქვს. რისთვის მინდა? აი ამის კარგად წარმოდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ადამიანები გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება ამ ხედვის რეალიზაცია გააკეთოს.
მაგალითად გია ჯაჯანიძე, რომელსაც უნდა რაღაცის გაკეთება და ამაზე საუბრობს შთაგონებული, მეც მინდება რომ გისმენ, რომ ჩავერთო რაღაცნაირად და ჩემი წვლილი შევიტანო, მაგრამ ეს თუ არ არის, ანუ პირველი ნაწილი, ხო, რაზეც მე ვარ, შენ ხარ პასუხისმგებელი ამ შემთხვევაში, ის ადამიანი თავისით ვერ მიხვდება და ხშირად რა აქვს ხოლმე, რისი დანაკლისი გვაქვს ადამიანებს და აქვთ. მოლოდინი მაქვს, რომ რაღაცას, რაც ჩემი გასაკეთებელია, გააკეთებს ვიღაც სხვა. და გაკეთებაში არ გულისხმობ საქმეს თვითონ. ხედვა მე რა მინდა, ეს არის ჩემი გასაკეთებელი. ამის წარმოდგენა ისე, რომ მე თვითონ ავენთო ამ სურვილით და მე ამაზე რომ ვლაპარაკობ და შენ ძალიან კარგად იცი ახლა რასაც გულისხმობ. სხვა ადამიანებს უნდებათ რომ ამ ყველაფერში მე წვლილი შემოიტანონ, მაგრამ მე თუ არ ვსაუბრობ ამაზე და თუ არ ვაზიარებ, ბუნებრივად ვერავინ ვერ მიხვდება რა სურვილები მაქვს. ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ და არა, ეხლა ცოტა იუმორში ვიტყვი ერთ რამეს, ისა რა მაქვს ხოლმე იცი? მე არასოდეს ადამიანებს არ ვაძახებ, როცა რამეს გაუკეთებ. და ვაფრთხილებ და ვეუბნები. მე თქვენ მხოლოდ შეგახსენებთ, განაწამო გაძახებ, რომ ეს გაგიკეთე, ეს გაგიკეთე. არა, შეგახსენებ და მე მათ ვასწავლი, რომ მათაც უნდა გააკეთონ ეს, რომ ადამიანებს უნდა შეახსენონ, იმიტომ რომ შეიძლება დაავიწყდეთ, გულმავიწყია ადამიანი და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ დეტალს უნდა დაუგდოთ ყური. გვანცა რა მაინტერესებს იცი? აუცილებლად უნდა ვთქვა მაყურებელთან, მე ძალიან კიდევ ბედნიერი ვიქნები, რომ მე ვიქნები შენი სტუმარი ინდოეთში. მომიყევი მასპინძელი იქნები შენ და მე დაგთანხმდი არა პირდაპირ სიხარულით არც ვიფიქრე რომ წამოვალ არ წამოვალ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი და თან როგორ ატმოსფეროში და მომიყევი დაახლოებით რა შვებით და რას ვაკეთებთ. ინდოეთის ტური ძალიან ესე მოულოდნელად დაიგეგმა. დიდი ხანია სხვათა შორის მინდა, მაგრამ აი ეს წელი, ახალი წელი არის, ახალი სურვილები არის და ერთ-ერთ სურვილად, რა თქმა უნდა, ესეც იყო და მე რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ აი როგორ შეიძლება გავაკეთოთ, იმიტომ რომ ხშირად არის სურვილები გვაქვს, მაგრამ მე არაფერს არ ვაკეთებთ ხოლმე აი ამ სურვილების რეალიზაციისთვის და ესე ძალიან მოულოდნელად დაიგეგმა და თან კარგი ის არის, რომ ამ დროს ემთხვევა ჩემი დაბადების დღე და თან ორმაგად საინტერესო იქნება ამ ქვეყანაში დაბადების დღის აღნიშვნა. ეხლა რატო არის თვითონ ეს? ერთ რამეს გეტყვი, მე ვიცი რა უნდა ჩაიფიქრო და როგორ უნდა ჩაიფიქრო სურვილები დაბადების დღეზე, შენ მასწავლი ბევრ საინტერესო, როგორ უნდა განვითარდეთ და მოკლედ ტანდემი აგვიწყვია. კი, კარგი ტანდემი გამოგვივა და ვინც დაგვემგზავრება, იმასაც კარგი გამოცდილება საინტერესო ელოდება. კი, ანუ რეალურად ინდოეთი არის ისეთი ქვეყანა, კონტრასტების ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება ნახო ერთდროულად, ხო, სიღარიბე, სიმდიდრეს იკეთება, როტება და აი ძალიან ესე შერეული არის, თითქოს ყველაფერი არის გადაშლილი, მთლიანი ადამიანის ბუნება შეიძლება გამოსცადო ამ ქვეყანაში და საუკეთესო ადგილი არის აქედან გამომდინარე საკუთარი თავის აღმოსაჩენად, დასაახლოვებლად და ასე შემდეგ და გარდა იმისა, რომ ამ მოგზაურობაში აღმოვაჩენთ ამ ქვეყანას და ის სამნიშნულოვან ქალაქში ჩავალთ, ეგრეთ წოდებულ ოქროს სამკუთხედში და გამოვცდით ასევე საკუთარი თავის მოსმენას და აღმოჩენას დავიწყებთ და ეს მეგზურობას გავწევ მოკლედ ამ პროცესში 5 დღის განმავლობაში გრძელდება, სავსებით შესაძლებელი არის მიუხედავად იმისა, რომ თებერვალია და უკვე იწყება ახალი წლის შემდეგ შევდივართ აქტიურ სამუშაო ფაზაში, იდეალური დასაწყისი არის მოკლედ თან თბილა, თან ახალი ენერგია, ახალი გამოცდილების წამოღება და ძალიან მიხარია, რომ ესე იწყება მოკლედ სამუშაო წელი ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენთან ერთად იქნება. ყველა ბედნიერი იქნება ჩვენთან ერთად. რა მაინტერესებს იცი გვანცა, ნახე, სურვილების ჩაფიქრება. აი ძალიან ხშირად გვხდება რა. დაწერეთ სურვილები, შეინახეთ. ან რაღაცა შუაღამისას დაწვიმერე და ფერფლი ჭამე. ანუ აი ეს ერთია ეზოთერიკა, მეორეა ხალხური გადმონაშთები და მესამეა რომ პიროვნულად როგორ
უნდა განვითარდეთ, რომ ეს მივიღოთ, როგორ უნდა მივიღოთ ეს, როგორ ჩავიფიქროს სურვილი, თუ რა. თვითონ ეს სხვადასხვა მეთოდები ახლა რაც ჩამოთვალე, მე არც ერთი საწინააღმდეგო არ მაქვს ზოგადად, იმიტომ რომ ეს ჩვენს რწმენაზე არის და შეხედულებაზე დამოკიდებული რა მაძლევს ინსპირაციას, ხო? მე თუ შთაგონდები იმით, რომ დავწერ რაღაცას, დავწვავ და მე დავვლევ სასმელთან ერთად თუ მაგიდის ქვეშ შევძვრები თუ რას გავაკეთებ, ეს აბსოლუტურად ჩვენზე არის დამოკიდებული. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ხდება ამის შემდეგ, ხო? და ძალიან ხშირად გვავიწყდება და სად შემოდის თვითონ პიროვნული განვითარების მნიშვნელობა. შენ როცა გინდა რაღაცა ახალი მიზნის მიღწევა, ძალიან მნიშვნელოვანია შენი თავი განაახლო, იმიტომ რომ ეხლანდელი შენი ვერსიისთვის ის ახალი მიზანი, თუ დიდი მიზანი გაქვს მით უმეტეს დასახული, ცოტა რთული მისაღწევი არის. ანუ შენი თავი უნდა გაზარდო იმისთვის, რომ ეს ახალი მიზანი შესაძლებელი გახდეს. ეს ერთი. და მეორე ნაბიჯები, რას აკეთებ, მე თუ ახალ წელს მახსენდება მარტო ჩემი სურვილები და რეალურად არ მოქმედებ, შემდეგი წელი ისე მოვა, რომ ეს სურვილი შემდეგი წლის სიაში გადავა და ესე 5-10 წელი შეიძლება ვატარო ერთ და იგივე სურვილი. მივხვდი მე ყოველ როცა რაღაცა მინდა, ყოველ დღე აი იცი რა არის, ვაღებ კარებს, აივნის კარებს, რომ ვიღვიძებ და არ ვიცი, აი რაღაცა არ ჩავიფიქრებ, მინდა კოსმოს ვახსენებ თუ რაღაცა, აი ესე გახსნილად და ბედნიერად ჩავიფიქრებ ხოლმე და ასევე ბედნიერად ვიტყვი ახლა რომ რეკლამაზე გავდივართ და მალე დავბრუნდებით. დაგველოდეთ.